მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთ შეპირებულ ისტორიულ თემას ვიწერ, რომელიც დაგიარნოსეთ აქამდე YouTube და Facebook გვერდებზე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიული ექსპანსია და ინტერესები და ვეცდებით მოკლე გზამკვლევი შემოგთავაზოთ ამ საკითხზე, ვინაიდან ჩვენ ამერიკაზე რამდენიმე ეპიზოდი გვაქვს, მათ შორის ჩემი მეგობარი და ჩვენი პოდკასტის სტუმარი გიორგი ლაბაძე, რომელიც დღესაც ისაუბრებს, ყავდა ადრეც და შესაბამისად ისაუბრა უკვე ამერიკის საკითხებზე, სამოქალაქო ომზე მათ შორის, თუ რატომ არის ამერიკა ზესახელმწიფო, ასეთი საკითხიც ჰქონდა, ეგრეთ წოდებული super power-ების განხილვის პერიოდში და აი ახლა დღეს მინდა რომ ამ საკითხზეც მან ისაუბროს, ვინაიდან მისთვის ახლო თემაა ძალიან და შესაბამისად იმედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი მოგესალმები გიორგი, მიხარია რომ დაგვიბრუნდი მწარე პოდკასტში. გამარჯობა ნიკა, მივესალმები შენს მსმენელს. საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ ჩამოყალიბება მე ტერიტორიული ზრდა ძალიან განსხვავებული მოვლენა არის აი ძველი კონტინენტის ამ შემთხვევაში ევრაზიის რეალობისგან, ხო? იმიტომ რომ ეს არის კოლონიური სახელმწიფო, ანუ ფაქტობრივად ყოფილი კოლონიებისგან წარმოშობილი სახელმწიფოა, ბრიტანეთის 13 კოლონიიდან, რომელიც შემდგომში თითქმის დაუსახლებელ გამოუკლებელ, რა თქმა უნდა, ინდიელები ცხოვრობდნენ ტერიტორიებზე ვრცლად, მაგრამ მაინც ძირითადად აუთვისებელ ტერიტორიებს ნენელა იკავებს ჩრდილოეთ ამერიკაში და ქმნის უზარმაზარ სახელმწიფოს, რომელიც შემდგომში იქცევა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ და ნენელა ეს პროცესი სხვადასხვანაირი ფორმით წარიმართა. ანუ აი ეს იყო ზოგიერთი მიწის შესყიდვა, ზოგიერთი მიწის დაკავება, ზოგიერთი მიწის კოლონიზება და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ყველაფერს და ვინაიდან დღეს და ამ დღეებში უკვე წამოტივტივდა ეს საკითხი, იქიდან გამომდინარე რომ ნახსენეს ორ ტერიტორიაზე გარკვეული პრეტენზიები, ხო, ერთი იყო კანადასთან დაკავშირებით და მეორე გრენლანდიასთან. გადავწყვიტე რომ აი ზოგადი გზამკვლევი გაგვეკეთებინა თუ როგორ შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ანუ ის ტერიტორიები როგორ შეიძინა და შესაბამისად აი ის მიწები, რომლებიც უშუალოდ ამერიკის გარეთ აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ მოხდა მათი თავისუფლად ინკორპორირება, ჩართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მოდი თავდაპირველად დავიწყოთ გარკვეულწილად ცოტა იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნათ, ხო, ამ ყველაფერს როგორ იწყება ყველაფერი ამერიკის ექსპანსიას და აღმოჩენა ზოგადად, ანუ ვინ იყვნენ ის ადამიანები და რა იდეოლოგიას წარმოადგენდნენ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა და დაიწყო გაფართოება აი ამ ქვეყნის ტერიტორიებისა. კი ბატონო, მე საბსოლუტურად ვიზიარებ იმ მიმართებას, რომ ამ ყველაფრის გააზრება, მე მგონი საკმაოდ ისეთი ძველი პერიოდიდან უნდა დაიწყოს, აი როდესაც უფრო მეტად კონცენტრაცია იყო კოლონიზაციაზე პირველ რიგში და აი კოლონიზაციის პერიოდში ეს ხალხი იქნებოდა, ზოგადად ახლა ევროპელ ემიგრანტებზე იყო საუბარი, იქნებოდნენ ეს გერმანელები, ინგლისელები, ირლანდიელები თუ სხვა. ისინი დაინტერესებული იყვნენ გამოეკვლიათ თუ რა ხდება ამ ახალ კონტინენტზე და თავისთავად ექონათ ახლა ძალიან სერიოზული ფინანსური მეკანიზმური ინტერესები და ამ ძალიან დიდ და ასეთ ვეება კონტინენტს ცდილობდნენ რომ გამოეყენებინათ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, რომ ახლა იქ რელიგიური თავისუფლების საძიებლად წავიდა ძალიან ბევრი ჩვენ კარგად მოგვეხსენება ისედაც, ხო? აქედან გამომდინარე ეს დაინტერესება მაქსიმალურად დასავლეთ ექსპანსია, აღმოჩენა, რაც შეიძლება მეტი ისე ცნობის მოყვარეობიდან გამომდინარე, ხო? ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო და ნუ არ ვიცი ხა ხასიათია ერთგვარი მე მგონი ბრიტანელების განსაკუთრებით რომ ეს მეზღვაურების რო იყვნენ, ხო? ძალიან ბევრი ის მომენტი რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე, მეტი რაც აღმოაჩინონ და რაც წინ სწრაფო მათი ესეთი დამახასიათებელია. ეს გამოვლინდა პრინციპში აი შეერთებული შტატების შემთხვევაში დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც და ნუ მის შემდეგ უკვე განსაკუთრებით რა. ეხლა, როდესაც შეერთებული შტატები როგორც ასეთი დაფუძნდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მიიღო კონსტიტუცია და უკვე დაიწყო ასეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, თავდაპირველად ეს რთულ პერიოდს დაემთხვა ეს საფრანგეთის რევოლუციიდან გამომდინარე და ამ საფრანგეთის რევოლუციამ ერთგვარად ბიძგი მისცა ამერიკის შიდა საკითხებში, ასევე
გარკვეული დაპირისპირების წინაპირობასაც, რაც გამოიხატა პირველ რიგში ორი ფრაქციის, თქვათ აი თომას ჯეფერსონის და ალექსანდრე ჰამილტონის ფრაქციების საგარეო პოლიტიკურ განსხვავებულობებში. იმის გამო რომ თქვათ აი ჯეფერსონის მაინც ფრანგულ რევოლუციას უთანაგრძნობდა, უფრო პროფრანგული შეხედულება ჰქონდა, ხოლო ჰამილტონი თავისი ბრიტანეთის მიმართ სიმპათიებიდან გამომდინარე არ უთანაგრძნობდა ამ საფრანგეთის რევოლუციას და სურდა პროინგლისური გეზის გაგრძელება იმის მიუხედავად, რომ თქვათ აი დამოუკიდებლობის ომში ინგლისელებმა ძალიან სერიოზული დანაკარგები განაცდევინეს ადგილობრივ ამერიკელებს, ხო? უბრალოდ ამერიკელებს, ადგილობრივ ამერიკელების სხვა ხალხია. აქედან გამომდინარე, ეს ხედვები ნელა ჩნდებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს თავიდან აერიდებინათ პრინციპში, ესე იგი ჯორჯ ვაშინგტონს მან თავიდანვე ერთგვარი მემკვიდრეობასავით დატოვა და ეს ამას ეძახიან ევროპის საქმეებში ჩაურევლობის საკითხს რა. ამერიკული იზოლაციონიზმის გამოხატულებას ეძახიან, მაგრამ საერთოდ აი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე, როცა ვისმენთ მსჯელობას, რომ ეს იზოლაციონიზმის შესახებ ზოგადად რა. ეხა 200 წლის წინანდელი ამერიკის იზოლაციონიზმი და დღევანდელი ამერიკის იზოლაციონიზმი უკვე განსხვავებული რამეებია და რომ აღარაფერი თქვათ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ გულისხმობ იზოლაციონიზმს და შეერთებულ შტატებს, ხო? აქედან გამომდინარე, ამას ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება ჭირდება ჩემი აზრით იგივე მკვლევარების მხრიდანაც. შესაბამისად, თუ როცა საუბარია აი ვაშინგტონის ბოლო სიტყვაზე, საინაუგურაციო უბრალოდ გამოსამშვიდობებელი სიტყვაზე, მან განაცხადა, რომ ამერიკამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი უცხო ქვეყნების საქმეებში ჩარევისგან. განსაკუთრებით ევროპაზე იყო საუბარი და ეხლა ამას ვაშინგტონმა პრინციპში ეს მიზეზიც ახსნაც მოაყოლა. რატო? და ეს იყო ის, რომ ჩვენ ჯერ საკუთარი საქმეები გვაქვს მისახედი, ქვეყანა გვაქვს ფეხზე დასაყენებელი, ესე რომ ვთქვათ, და საერთოდ აქცალია ევროპულ საქმეებში და ევროპულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის, ხო? რაც მაშინდელი გადმოსახედიდან იყო ლოგიკური, ხო და ეხლა ალბათ უფრო თანამედროვე მომენტებზე რომ გადმოვართ და იზოლაციონიზმზე ვისაუბრებთ, ხო? ეხლა მაშინდელი გამოწვევა თუ ის იყო, რომ თქვათ შეერთებული შტატები დარჩენილიყო იმ თავის 13 შტატის ჩარჩოში, თავდაპირველად დღეს უკვე სხვა რეალობაა, ხო? ანუ ის იზოლაციონიზმი შეუძლებელია. ამიტომ ეს შიშები საკმაოდ ისეთი ირაციონალურია ხოლმე ჩემი აზრით, იგივე საქართველოში, რომ თქვათ ამერიკა გავა მსოფლიოს საქმეებიდან და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ რეალური საგარეო პოლიტიკის დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონმა თქვათ 1996 წელს ეს გამოსამშვიდობელი სიტყვა დაწერა, ამის მიუხედავად რამდენიმე წელში, პრეზიდენტ თომას ჯეფერსონს უწევს აი უკვე ესე იგი მეზობელი ტერიტორიებისა და არეალების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ესე იგი სენტ-ლუისთან მცხოვრები და ნიუ-ორლეანთან მცხოვრები ამერიკელი კოლონისტები და უკვე ამერიკელები, ხო? ესე დავარქვათ, რომ ამერიკელები არიან, ეს ასიშის მოქალაქეები. უკვე ამერიკელები ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა ნაპოლეონს აეკრძალა, თქვათ ეს დინარე მისისიპიზე ვაჭრობა და პორტი ნიუ-ორლეანის გამოყენება. მათ ესე იგი სთხოვეს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონს, რომ გაეგზავნა წარმომადგენლობა პარიზში და გარკვეულწილად ეთხოვა მისთვის, რომ ეს უთანხმოებები თავიდან ყოფილიყო არიდებული. მაგრამ ცნაური მომენტი ის იყო, რომ სანამ ჩავიდოდნენ ეს წარმომადგენლები, უკვე პარიზში არსებული ამერიკელი მინისტრს ესე ეძახიან, ელჩები ესე დავარქვათ. ეს ელჩები დაიბარეს ესე იგი ნაპოლეონთან და მას შესთავაზეს, რომ 15 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეეძინა, ესე ვთქვათ, ეს მთელი ლუიზიანას ტერიტორია. ანუ საუბარი იმაზე კი არ იყო, რომ რაღაც ნიუ-ორლეანზე ყოფილიყო გარკვეული ვაჭრობის ხელშეშლები, არამედ საერთოდ გაყიდვაზე და ამის შეძენაზე იყო საუბარი ამერიკის მხრიდან. ეხლა ეს იმდენად დიდ ტერიტორიებთან საუბარი ხარ, ნიკა ალბათ
აჩვენებს ამ ყველაფერს სურათებზე თუ რა ხა ტერიტორია. კი, რუკას დავიტან აუცილებლად ლუიზიანისა და ნახავს ყველა რომ 13 კოლონიას არ ჩამოუვარდებოდა ზომით. ნამდვილად. ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, თავდაპირველად ცოტა გაურკვევლობას იწვევდა, იმიტომ რომ ეხლა რო წარმოვიდგინოთ მაშინ არის ესე იგი დაწყებულია უკვე ეს მონათლობებასთან დაკავშირებული საკითხები და არის იწყება უკვე ეს კამათი ეს შტატები რა ფორმით შევლენ კავშირში, როგორი იქნება მათი სამართლები მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენად ეს თავდაპირველად ესე იგი თომას ჯეფერსონმა თითქოს იკოყმანა, ტერიტორიის სიდიდანაც გამომდინარე, იმიტომ ეხლა იმ ტერიტორიას კონტროლი უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში 1803 წელს გაფრინდა ეს ხელშეკრულება და გახდა ლუიზიანას ესე იგი მფლობელი უკვე ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იყო როგორც უკვე აღნიშნე, რა ვიცი, მე მგონი კიდევ უფრო დიდი ტერიტორია ვიდრე აშშ მაგდროს რასაც წარმოადგენდა. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ისტორიკოსები წერენ, რომ აქ საერთოდ არც ზოგ შემთხვევაში არც იყო, ესე იგი, ზუსტად დაკონკრეტებული სადამდე გრძელდებოდა ეს ტერიტორიები, ანუ მაგის გააზრების პრობლემაც ჰქონდათ რა, ანუ რა მხელა იყო ჯამში, მოკლედ ექსპედიციები არ იყო ჯერ ჩატარებული. სწორედ ამიტომ ეს ლუისი და კლარკი გაემგზავრნენ ამ ექსპედიციაზე, რომ ეს ყველაფერი შეემოწმებინათ და ეინახათ თუ რა ხდებოდა დასავლეთით. მათ საკმაოდ კარგი, ესე იგი, დასკვნა დაუდეს ადმინისტრაციას, რესურსებთან დაკავშირებით იქნებოდა ეს თუ რაღაც სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით. პრინციპში ყველაფერი მოეწონათ და ასე ვთქვათ, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა არგუმენტირება იმისა, რომ ეს ლუიზიანა შეეძინათ და შეეზღიდათ. ეს იყო პრინციპში პირველი ესეთი გაფართოება, ასე რომ ვთქვათ, აი ამერიკის შეერთებული შტატების. შემდეგი, რასაც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ, ეს უფრო მეტად არის მალევე იყო პრინციპში ეს 1820 წლისთვის ფლორიდის მიერთებაც, ესპანეთი უკვე ნაპოლეონის ომებისგან ფაქტურად ძალიან დაწესებულია და ვერაფერს ვეღარ აკონტროლებს ამერიკის კონტინენტზე ლამის და ანუ ამას მოყვა ფლორიდის მიერთება შეერთებული შტატების აქ ორი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლორიდები, მაშინდელი ფლორიდა პრინციპში რაც მაშინ იყო, დღეს არის მოცემული როგორც ალაბამას და მისისიპის შტატები რა, ამის თქმა მინდა. დასავლეთ ფლორიდაზეა საუბარი. რაც შეეხება რაც ფლორიდა არის, ეს ჩვეულებრივად მოხდა მაგისი მიერთება. ეხლა ამის შემდეგი უკვე ეხა ამერიკის ადმინისტრაციები ფიქრობენ უკვე საკმაოდ სოლიდური გახდა შეერთებული შტატები როგორც ძალა ამერიკის კონტინენტზე. იქნებოდა ეს ახლა რაც შეიძლებოდა იმ დროისთვის ტექნოლოგიური და მანუფაქტურული განვითარება, ხო? სამხრეთ ამერიკასთან შედარებით, ეხლა შედარებაც არ იყო, საკმაოდ წინ იყვნენ მიმართული ამ ხრივ. ამიტომ მათ დაიწყეს სხვა რაღაც ამბიციების გაჩენის მომენტებიც. შესაბამისად, პრეზიდენტმა მონრომ შექმნა ერთგვარი მონროს დოქტრინის სახელით ცნობილი ეს რა ვიცი ეს დოქტრინა პრინციპში უწოდოთ პირდაპირ და ხა ამას მედანიკაც ვსაუბრობთ თავიდან და სხვათა შორის აი ბევრჯერ შემხვედრია ხოლმე რა ეს თუნდაც სტატიებში ან თუნდაც ტელევიზია იქნება ეს თუ სხვა ანალიტიკაში მონროს დოქტრინის განმარტებები და მონროს დოქტრინა საერთოდაც არ არის აი ეს სასახად იზოლაციონისტური როგორც მას აბრალებენ პრინციპში. ხა მონროს დოქტრინას იზოლაციონიზმი რაში გამოიხატება? ჩემი აზრით იმაში გამოიხატება, რომ ევროპის საქმეებში კვლავ არ ერევა შეერთებული შტატები. ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება იზოლაციონიზმის. თორემ როგორც ასეთი, აი ინგლისელები ამბობდნენ, რომ ნახეთო ამ იანკებმაო მონროს დოქტრინა გამოაცხესო, აღარ უნდათო, რომ ანუ მთელი კონტინენტის ხელშეშაგდება უნდათო რა. აღარ უნდათო, რომ რომელიმე ევროპული ძალა დარჩეს ამერიკაშიო. ანუ პირდაპირ ეს დოკუმენტურად არის ახლა ეს პრინციპში, ეს ასახული როგორ ამბობდნენ ამას ბრიტანელები. ხო და ამდენად იზოლაციონიზმი კი არა, ეს იყო რაღაცა თავიანთი ექსპანსიონიზმის ერთგვარი კიდევ უფრო გაფართოების წვანი აუნთეს თავიანთ თავს ესე ვთქვათ ამ მონროს დოქტრინის შესაბამისად რა, რომ
ევროპული ძალები არ უნდა ჩაერიონ შეერთებული შტატების აი ეს ამერიკის საქმეებში, რადგან უკვე არსებობს ამერიკა, შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია ამ ყველაფრის თავისთვის მიხედვად დალაგება, ესე ვთქვათ რა. ძალიან ისეთი განაცხადია და ამის განხილვა როგორც იზოლაციონიზმად არასწორი არის რბილად რო ვთქვათ. ეს არის ამერიკული ექსპანსიონიზმის გამოხატულება, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე. ეხლა ამას ეძახიან მე რუზველტის დროს რაც შესწორება მონროს დოქტრინაში პანამასთან დაკავშირებით, ეხლა ამაზე მე გადავალთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვა ამას იზოლაციონიზმი დავარქვათ, ეს არც ეს შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მართალი. ნიკა შენ ხო არ დაამატებდი რაიმეს? კი ბატონო, იცი რა არის, შენ ახსენე რომ როგორი განწყობა და იდეოლოგიის ხალხი იყო ეს ხალხი, ვინც ამ დროს ამას ქმნის, ხო? აი გამახსენდა მე, თუნდაც 19 საუკუნის ლიტერატურაში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე იმ პერიოდის ადამიანების ინტერესები და ის სული ზოგადად, მათ შორის აი ხა მე მაგალითად ჟიულ ვერნის ნაწარმოებები გამახსენდა, როცა საუბრობდით ახალ აღმოჩენებზე და მუდმივ ძიებაზე და ზღვაოსნობის ძალიან დიდ მნიშვნელობაზე იმ პერიოდში, რომ აი ჟაკ პაგანელი თუ გახსენდება ასეთი პერსონაჟი, გეოგრაფი ფრანგი, რომელიც თან ახლავს კაპიტან გრანტის გადასარჩენ ექსპედიციას, ამბობს ესეთ რამეს, რომ აღარაფერიაო აღმოსაჩენიო და რა სამწუხაროაო, რომ ანუ ყველაფერიო აღმოუჩენიათო უკვე ჩვენებს წინაპრებსო, იმათო ვინცო ეს გეოგრაფები, ნატურალისტები და შემდეგ მოგზაურობდნენ და გამოკვლეული აქვს თუ ძირიძირობამდე და ყველაფერი და სადაც არ მიუახლოვდებიან რამე ტერიტორიას, ჩამოთვლის ხოლმე მთელ რიგ მკვლევარებს, ვისაც ეს ტერიტორია უკვე მონახულებული აქვს, წერილი აქვს, დამუშავებული აქვს და აი ზოგადად ის პერიოდი, როცა დედამიწა ასე თუ ისე კონტურები გამოკვეთილია, რუკაზე წარმოდგენა აქვს, მაგრამ ახლა უკვე თვითონ ადგილები არის შესასწავლი, უნდა ჩასასვლელი, უნდა ჩახვიდე იქ და შეისწავლო, ხა ის დინარეების სათავეები, იქ ტყეები, რესურსები და ასე შემდეგ და გასაკვირი არ არის, აი ამ პერიოდში ლუისის და კლარკის ექსპედიცია ძალიან დიდი ინტერესს იწვევდა ალბათ ამერიკაში თავის დროზე და დღემდე ძალიან პოპულარულია. თითქმის ყველა მიცის, ხო, მათი სახელები ლუისისა და კლარკისა, რომელსაც პირველად იმოგზაურეს დასავლეთში, ამერიკის დასავლეთში და ფაქტობრივად ამერიკა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენი ხნის მანძილზე ბრიტანული კოლონიები არსებობდა, არც ამერიკელები და ამ შემთხვევაში შტატები, არც მანამდე ბრიტანელები თვითონ და ფრანგებიც კი ლუიზიანა, ვისაც ეკუთვნოდა, ძირითადად ეს ლუიზიანა იყო შეუსწავლელი, გამოუკვლეველი ტერიტორია, ანუ ცარიელი სივრცე იყო, სადაც რამდენიმე პუნქტი იყო სულ, მათ შორის ნიუ-ორლიანი იყო მთავარი, დანარჩენი თითქმის იყო ხელშეუხებელი. ანუ იქ არ იყო ფრანგული დასახლებები, იქ არ იყო ქალაქები და ასე შემდეგ, ანუ ფაქტობრივად მათ იყიდეს ტერიტორია, რომელზეც მე თვითონ უნდა შეექმნათ ყველაფერი, ანუ ეს არ იყო ურბანულად განვითარებული და რაღაც ესეთი ზონა, ხო? და პრინციპში არც არის გასაკვირი. ჯერ ეს ერთი საფრანგეთმა თვითონ მიიღო ლუიზიანა ესპანეთისგან, ცოტა ხნით ადრე, სანამ ეს იქნებოდა, იმიტომ რომ თავის ძოზე საფრანგეთმა დაკარგა ესპანეთის სასარგებლო და მე ესპანეთმა დააბრუნა ეს დააბრუნა საფრანგეთის სასარგებლო და ბოლოს საფრანგეთმა გაყიდა. და შესაბამისად ეს ტერიტორია უფრო არის, ვიდრე რაღაცა, ანუ ასე ვთქვათ, ურბანული, განვითარებული ეკონომიკური ზონა, ან რაღაც ინდუსტრიული სივრცე. ამიტომაც არის რომ ამერიკა მიყიდა უბრალოდ ტერიტორია, რომელზეც თვითონ უნდა ეშენებინა თავისი სახელმწიფო და არა ის რომ გამზადებული იყო რამე იქ და მივიდა და დახვდა ყველაფერი ესე გაკეთებული ერთ-ერთი ნიუ-ორლიანი იყო სადაც დროშის აღმართვის ცერემონია ჩაატარეს რომელიც ძალიან ხშირად არის გამოსახული ბევრ ნახატზე ახლა წარმოდგენილი ასევე ვიტყოდი რომ ნიუ-ორლიანში არის ძალიან საინტერესო ესეთი სახლი ნაპოლეონის სახლს უწოდებენ რომელშიც ნაპოლეონს ითვლებოდა რომ ნაპოლეონი თუ ამერიკაში გაიქცეოდა და აპირებდა კიდევაც ამერიკაში დასვლას იქ უნდა ეცხოვრა და გაამზადეს მოკლედ რომ ვთქვათ რა ეს ნაპოლეონისთვის სახლი და დღემდე მუზეუმის ფორმით არის შემორჩენილი ნიუ-ორლიანში ასე რომ მაინც ეს მხარე ლუიზიანა და ზოგადად ის ნაწილიც ფრანგებმა მიყიდეს მაინც გარკვეულწილად ფრანგულ ხასიათს ინარჩუნებს თუნდაც ის რომ შემდგომ პერიოდში ბონაპარტისტების დიდი ტალღა მიაწყდა შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებს როცა ბურბონები დაბრუნდნენ საფრანგეთში და აი მაშინ ძალიან ბევრი დასახლდა აი ყოფილი ლუიზიანის ტერიტორიაზე ფრანგებმა და განავითარეს სხვათა შორის ზოგიერთი დასახლება დღემდე ფრანგული დასახელებები აქვს ძალიან ბევრ ადგილს. რაც შეეხება იმას, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტში ახსენე რომ ორი ნაწილი იყო, ხო, ფლორიდისა და სხვადასხვა დასახელებები მე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდა. რაც შეეხება დასავლეთ ფლორიდის ნაწილი როგორც ჩანს, ანუ თანამედროვე შტატი ლუიზიანის გარდა და მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ალაბამა, ხო? მისისიპისა და ალაბამას შორის არის მოქცეული ეს ტერიტორია. პირველი მისი შემოერთება მოხდა, სადაც სხვადასხვა რაღაცა პერიოდის მანძილზე
არსებობდა რესპუბლიკაც კი იყო, დასავლეთ ფლორიდის რესპუბლიკა, რომელიც შემდგომში შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე. და ამის შემდეგ უკვე მეორე ნაწილიც მიირთეს ამერიკელებმა უკვე ამ ესპანეთთან შეთანხმების შედეგად ეს ხდება ეს ყველაფერი მთლიანობაში ხდება 1819-1821 წლებში რის შედეგადაც ამერიკამ ძალიან დიდი ტერიტორიული შენაძენი გააკეთა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რომ ვთქვათ 1800-დან ასე დაახლოებით 1821 წლამდე ამერიკა ფაქტობრივად ტერიტორიულად გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტი ამ შემთხვევაში, ხო? და პარალელურად ეს არის დრო, როდესაც მიმდინარეობს 1812 წელს ბრიტანეთ-ამერიკის ომი, ანუ მეორე დამოუკიდებლობის ომი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში რეალურად რომ ვთქვათ, ამერიკა საკმაოდ წარუმატებელი იყო, ხო? კი არა, თეთრი სახელიც კი დაწვეს ბრიტანელებმა და საკმაოდ გაუჭირდათ თლიანობაში. მიუხედავად ამისა, აი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საბოლოოდ გამოვიდა მაინც უფრო გაძლიერებული, უფრო გაზრდილი ტერიტორიულად და ძალიან დიდი პოტენციალითაც პრინციპში, რაც შემდგომში რა თქმა უნდა საშუალებას მისცემს მას, რომ თლიანად დაეუფლოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის უმეტეს ნაწილს რა თქმა უნდა და გახდეს დომინანტი ძალა ამ სივრცეში. ახლა სად უნდა გააგრძელონ ამერიკელებმა ექსპანსია თუ არა ალბათ სამხრეთისკენ უკვე, ხო? დიახ, აი ბუნებრივი ის მომენტი გამოდის თითქოს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს ინტერესი და ეს ამერიკელების თქვათ ეს მიმართება რომ კიდევ უფრო მეტი თქვათ მიწები აღმოაჩინონ და ნუ იქ ხა ნაყოფიერი მიწები იყო როგორც ვიცით წაიყვანა მოკლედ ესე იგი ამ ყველაფერმა იქამდე რომ მათ დღევანდელი ხას ტერიტორიაც არის მანდ გააკეთეს დასახლებები ხო სადაც ესენი ამერიკის მოქალაქეები იყვნენ ამერიკელები იყვნენ უშუალოდ მაგრამ ნუ თავიანთი ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ მექსიკის შემადგენლობაში იყო ტეხასი და მოხდა 1830-იანი წლებია ეს როდესაც აი მოსახლეებს ამერიკელ მოსახლეებს უშτερოთ პრეტენზიები მექსიკის მთავრობასთან და ნუ სულ დამოუკიდებლობის გამოცხადება ეხლა ანუ მექსიკასთან ერთად ცხოვრება აღარ უნდათ ესე რომ ვთქვათ რა რადგან მექსიკის მთავრობა შეშფოთდება ამერიკის მოქალაქეების რაოდენობით ესე რომ ვთქვათ ტეხასის ტერიტორიაზე ნუ ხა რაოდენობაზე 20,000 ცხოვრებზე არის საუბარი ხა საერთოდ რა მაქსიმუმ მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს მექსიკის მთავრობის ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ წინააღმდეგობა გამოეხატა ამ მიმართულებით რის გამოც მოხდა ის რომ გაგზავნეს მექსიკელებმა ტეხასში აი ამ 20,000 ამერიკელის წინააღმდეგ გარკვეული ჯარები იმისათვის რომ გაეთავისუფლებინათ ესე ვთქვათ ტეხასი რაც ვერ მოახერხეს და ნუ ეხა ცნობილი ბრძოლები გაიმართა პრინციპში იქ და რომელშიც ამერიკელებმა მოახერხეს გამარჯვება მაგრამ საქმე იმაშია რომ თავდაპირველად ეს საკითხი ისე ვერ მოგვარდა ესე რომ ვთქვათ რომ ამერიკას შეერთებოდა ტეხასი ასე უცბად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რაც იმით იყო განპირობებული რომ მოგვეხსენება ტეხასს სურდა როგორც მონათმფლობელი შტატი ისე შესულიყო ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში რაც იმ დროისთვის გახდა თავარი ესე იგი საჯილდაო ქვა იყო ეს მონობის საკითხი და ცენტრალური მთავრობის სიძლიერის საკითხი და ცენტრალური მთავრობის მიერ თავს მოხდეული პოლიტიკების საკითხი სამხრეთის შტატების მიმართ ეს იყო 1820 წლისთვის გაყოფილი 11 შტატი იყო მონათმფლობელი 11 არამონათმფლობელი ისინი სპეციალურად თანხმდებოდნენ ესე რომ კონგრესში იქნებოდა ეს ქვედა პალატა თუ სენატი თანაბარი წარმომადგენლობა ქონოდათ ანუ არც ერთი მხარე არ ყოფილიყო ესე ვთქვათ მოწინავე და რაოდენობაში არ გადაეჭარბებინა არც ერთ მხარეს რათა ბალანსი დაცულიყო და ეს კომპრომისულად შენარჩუნებულიყო შეერთებული შტატები ხო ნუ ეს რომ დაირღვა მერე გასაგები არის რაც მოხდა დაიწყო სამოქალაქო ომი მაგრამ აი სამოქალაქო ომამდე აი ესე სულ დანის წვერზე გაიარა პრინციპში შეერთებულმა შტატებმა რომ კომპრომისებით და ყველანაირი ეს მსგავსი სამოქალაქო მათ შორის სამოქალაქო შეგნებით და ასე შემდეგ სხვა შორის ეს არ არის მარტივი თემა ხო ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამერიკაზე
თითქოს გუშინ დაბადებულ სახელმწიფოზე. მათ ევროპიდან, იმ ხალხმა ევროპიდან ძალიან სერიოზული, ესე იგი, სამოქალაქო შეგნება, კულტურა, კომპრომისების პოლიტიკური კულტურა ჩაიტანა, რის გამოც ეხა რეალურად ის შტატები განსაკუთრებით ეხლა ეს ლუიზიანის ნაწილი, ხო? მაგრამ არც 13 შტატი, რომელიც თავიდანვე ერთად იყვნენ, ესეთ რაღაც მეტად ჰომოგენურ ერთობას არ წარმოადგენდნენ ნამდვილად, იმიტომ რომ იქ რელიგიების სხვაობაც იყო, სხვა შორის სერიოზული, მათ შორის კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიის სხვაობები იყო, რის გამოც ევროპაში ერთმანეთს ჟლებდნენ ხალხი და კონცენტრაცია ისე მოხდა, რომ ვთქვათ, აი ჩრდილოეთში, უფრო ნიუ-ინგლენდში პურიტანების და პროტესტანტების უმრავლესობა იყო, უფრო ცენტრალურ ნაწილში იყო კვაკერების და სამხრეთისკენ უფრო კათოლიკეების და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არც შეხმატკივრებულად ცხოვრობდნენ, ესე ვთქვათ, ეს ხალხი რა, მაგრამ ამის მიუხედავად, აი მათ კომპრომისების კულტურამ და აი სამოქალაქო შეგნებამ, რაც მაგდროსთვის გააჩნდათ, შეეძლებინათ ის, რომ ეს ერთობა, ეს კავშირი შენარჩუნებულიყო. ვიდრე სამოქალაქო ომამდე, მაგრამ სამოქალაქო ომის მერე შენარჩუნებულია, როგორც ხედავთ, ხო? უბრალოდ სამოქალაქო ომში დაიძაბა, ზედმეტად ვეღარ მოხერხდა, მოკლედ აი ეს იერარქიის გარეშე მოგვარება რიგი საკითხებისა. და მოკლედ რაც შეეხება ამ ტეხას, ეს რო გავაგრძელოთ უშუალოდ, ტეხასიც იყო აი მონათლობელური სამომავლოდ მონათლობელური შტატი, განიხილებოდა ყველა ვარიანტში, როგორც მონათლობელური შტატი და ის არ ღვევდა ბალანსს, თქვათ, სამხრეთელების სასარგებლოდ ამ მიმართულებით, რის გამოც ორმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი იყო ბიუკენანი და მეორე ტეილორი, მათ თავი შეიკავეს, რომ პრინციპში მიიღოთ ეს შტატი გაერთიანებაში, მაგრამ როცა ჯეიმს პოლკმა გაიმარჯვა უკვე არჩევნებში, რომელიც საკმაოდ ხის საგარეო პოლიტიკის მომხრე იყო, მან დაარწმუნა მისი წინამორბედი, რომ ჯერ კიდევ მის თეთრსახის შესვლამდე მომხდარი იყო, როგორც დღეს ხდება რა, როგორც დონალდ ტრამპის დროს ხდება ბევრი რაღაცის ცვლილება, იმის მიუხედავად ჯერ კიდევ დემოკრატები არიან თეთრსახში, დაარწმუნა მოკლედ თავის წინამორბედი იმაში, რომ ტექსასი შეერთებულიყო როგორც ახალი შტატი. ამას ჭირდებოდა ესე ქვედა პალატაში უბრალო უმრავლესობა, რის გამოც მაინც და მაინც უბრალოდ აი როცა საუბარია მიერთებაზე არ გაჭირვებიათ და ეს უბრალო უმრავლესობა გადაწყდა ტეხასის შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც ერთ-ერთი დამატებითი შტატი, მონათლობელი შტატი რა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მაგრამ ტეხასი არ დამთავრებულა ეს ექსპანსია, იმიტომ რომ დასავლეთით იყო კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები პრინციპში, რომელიც ჯერ კიდევ მექსიკის შემადგენლობაში შედიოდა, ხო? ეხლა დარწმუნებული ნიკა ეს სონებს აჩვენება ეს manifest destiny რომ არის, ხო, სურათი, როდესაც ეს ქალი მიდის წიგნით ხელში და ტელეგრაფის ხაზი მიაქვს და ლიანდაგები მიყვება და აქეთ არიან ეს ინდიელი ტომები, ხო, ადგილობრივი ამერიკელი ტომები, რომლებიც გარბიან და იქით ბიზონები და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს? ეს იყო მთელი პროპაგანდა მომზადდა ამისთვის, რომ ამერიკელებს შექმნოდათ წარმოდგენა, რომ ეს ტერიტორიები არის ასათვისებელი. ანუ ერთის მხრივ არსებობდა ეს ინტერესი, მაგრამ მეორე მხრივ ამერიკის მთავრობას სურდა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესებინა ამ ექსპანსიაში, რადგან ეს ითვლებოდა ცალსახად რაღაცა საგარეო ახალ გამოწვევად, რაც ბევრისთვის ეხა ბევრი კონფორმისტი ადამიანია და საერთოდ არ უნდა რაღაც თავის ტკივილები რაღაც ახალი მიწების აღმოჩენა და აი ამ ესე იგი იმის გამო რომ შეერთებულ შტატებში სახალხო დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღემდე აქვს ეს როგორც ვიცით საჭირო გახდა ესეთი სახის თქვათ აი პროპაგანდისტული პოსტერების შექმნა სადაც აღნიშნულია თუ რატომ უნდა გააგრძელოს აემ ამერიკულმა საგანმანათლებლო კულტურამ დასავლეთ ექსპანსია და მასში ცივილიზაციის შეტანა. ეს არამხოლოდ მაგ პოსტერით შემდგომში აისახა უშუალოდ საქმითაც მოხდა ასევე როგორც
ეს რა ქვია, კლარკის დელოისის შემთხვევაში მოხდა მსგავსი ექსპედიციის მოწყობა, დაფინანსდა ეს ექსპედიცია და მოხდა მოსინჯვა თუ როგორი ტერიტორიები რა ხდება კალიფორნიისკენ. წავიდნენ ესე იგი ის მოგზაურები, ეს კვლევარები და მათ განსაკუთრებით მოეწონათ ეს სადაც დღეს Golden Gate მდებარეობს, ხო? ეგ არეალი თავისი პორტისთვის შესანიშნავი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. დაბრუნდნენ და ისევე როგორც ლუის და კლარკი, ესენი ძალიან კმაყოფილები და აღწერეს როგორც რესურსების შესაძლებლობები, ასევე აღწერეს მისი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ძალიან კარგი პორტი, კალიფორნიის მისადგომები და ამასთან ერთად კლიმატი მოეწონათ და ასე შემდეგ. ეს იყო ერთგვარი კიდევ ერთი მწვანე შუქი იმისთვის, რომ დასავლეთ ექსპედიცია მომზადებულიყო და დაიწყო შეთავაზება თავდაპირველად მექსიკის მთავრობისთვის 1856 წელს, რომ ჩვენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ვიყიდით ამ ტერიტორიებს. საუბარი იყო რაღაც 30 მილიონზე მექსიკის მთავრობისთვის რომ გადაეცათ, მაგრამ კარგად გაზრდილა ფასი ისე, ნახე. ლუიზიანა 15 მილიონად მიყიდეს და მაშინ რამდენს იხდიან? შეიძლება ინფლაციის მომენტიც იყოს, მაგრამ არ ვიცი. ხო, შეიძლება კი. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 30 მილიონი შეთავაზეს და უარი მიიღეს, ესე რომ ვთქვათ რა. ეს უარი გამოდგა ერთგვარი წამაქეზებელი ამერიკის მთავრობისთვის, ჯეიმს პოლკისთვის, რომ გაეგზავნა ჯარი და ძალით გადაეწყვიტა ეს საკითხი. პრინციპში გაგზავნა კიდეც ჯარი და მექსიკა მაგდროის ახლა არ იმყოფებოდა რაღაცა სამხედრო თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რის გამოც სრულიად დისბალანსი იყო ამერიკულ და მექსიკურ ჯარში და ამერიკელებმა მარტივად ძლიეს მოკლედ რო ვთქვათ მექსიკელებს ამ ბრძოლაში. და საბოლოო ჯამში 48 წელს მოაწერნეს გვადალუპა აიდალგოს ხელშეკრულებაზე ხელი, რომლითაც კიდევ ერთი იგივე ზომის ტერიტორია, რაც იყო ლუიზიანას შესყიდვით, დაემატა ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ამ ტერიტორიების სტატუსი როგორც არამონათმფლობელი შტატებისა უკვე იყო განსაზღვრული, თუმცა ესენი ჯერჯერობით ესე პირდაპირ არ შედიან როგორც შტატები და იწოდებიან როგორც ტერიტორიები. ეს ხდება რეკონსტრუქციის დროს, როცა სამოქალაქო ომი სრულდება და უკვე ეკონომიკურ აღრმავებაზე და ტრანსკონტინენტურ რკინიგზაზე როცა არის საუბარი, აქ უკვე შტატები ვაიომინგი, იუტა და ეს აიდაჰოს შტატები შედიან ამერიკის შემადგენლობაში. თუმცა მანამდე ეს ესე პირდაპირ მოკლედ კალიფორნიის გარდა პრინციპში ესე პირდაპირ არ მოხდარა ამათი ინტეგრაცია, მაგრამ როგორც ტერიტორიები ისე ინტეგრაცია მოხდა. ესე დასრულდა ეს ამერიკა-მექსიკის ომი, რაც პირდაპირ ვთქვათ საკმაოდ ძალიან ხისტი ის იყო რა მექსიკის მიმართ, ცოტა შეგებრალება მექსიკელები იმ პერიოდის გამოსახედიდან რო შევხედოთ, იმიტომ რომ ამერიკელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ძალა იმისათვის, რომ თავიანთი სურვილი რეალობად ექციათ, რომ მათ ხელმძღვანელობამ პრინციპში რომლებიც ეს მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ეს ენდრიუ ჯექსონი, რომელიც იყო ამერიკის ოგზის პრეზიდენტი და გენერალი, მე ძირითადად სადაც გავცნობი ვარ, ენდრიუ ჯექსონი იყო ერთ-ერთი ავტორი ჭყალებში პროექტის, რაც გულისხმობს ეს ამერიკის მაქსიმალურ ექსპანსიას და ენდრიუ ჯექსონს საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდა მის მომდევნო პრეზიდენტებზე, მათ შორის ჯეიმს პოლკზე, რის გამოც ეს იდეა რომ ამერიკა გამხდარიყო ტრანსკონტინენტური სახელმწიფო და ძალა, ეს ბოლომდე იქნა იყვანილი. ენდრიუ ჯექსონის დოლარის კუპიურაზე გამოსახვა შემთხვევითი არ არის, აქედან გამომდინარე. ამას ამერიკელები ესე შემთხვევით არ აკეთებენ პრინციპში და ეს ამის კარგი მაგალითია. მექსიკა თვითონ იყო საკმაოდ ღარიბი, საკმაოდ მოწყვლადი სახელმწიფო, რომელიც ხშირად იყო მოცული სამოქალაქო ომებით. შესაბამისად, მას არც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ
ამ თავის ტერიტორიებზე განევრცო ეს თავისი ადმინისტრაცია, აი ეფექტურად, ამ შემთხვევაში შენებინა ინფრასტრუქტურა, აეგო ქალაქები და ასე შემდეგ და ვინაიდან ეს სასაზღვრო ზონა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამერიკა გაცილებით უფრო პროგრესული ძალა იყო ვიდრე მექსიკა და ბუნებრივია თვითონ ტეხასშიც არსებობდა უფრო პროამერიკული განწყობა ამ თვალსაჩინით, როცა ხედავ რომ ხა შენი ერთ-ერთი მეზობელი ძალიან კარგად ვითარდება იქ ინდუსტრიალიზაცია მიდის ქალაქების შენება და ასე შემდეგ და მეორე მხარეს არის გაცილებით უარესი მდგომარეობა ესეც იწვევს დაინტერესებას რომ იქითკენ გადახვიდე ასე ვთქვათ ხო და შესაბამისად ამანაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი სხვადასხვა მე გავიხსენებდი არის ესეც საინტერესო ფილმი ამასთან დაკავშირებით და სხვადასხვა ისედაც პოპულარული ამბავია ფორტი ალამო რომელიც აი ამერიკა-მექსიკის დაპირისპირებისა და ზოგადად ტეხასის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საინტერესო ამბავია რომელშიც შეჯამებული არის ხოლმე ეს თემა ზოგადად და ვისაც დაგაინტერესებს შეგიძლიათ დამატებით ესეც ნახოთ ასევე გენერალი სანტა ანას ამბავი რომელიც თავის ნაპოლეონის მათ განიხილავდა რაღაცა ეპიგონად რა და შეიძლება ძალიან ძიმე მარცხი იწვნია სანტა ანამ საბოლოო ჯამში ამერიკასთან ბრძოლაში შემდგომი ნაბიჯი ამერიკის არის ახლა პირიქით ხო ჩრდილოეთისკენაც მიაბყრეს მზერა და იქ ძალიან საინტერესო ტერიტორიაზე გაუჩნდათ ამბიცია. პრინციპში ლოგიკურად, საკმაოდ ლოგიკურიც იყო ეს ყველაფერი. ეს შეეხება ალასკას მიწას, ყინულის კუბიკს, როგორც ზოგჯერ ეძახდნენ ხოლმე, მაშინ ამერიკაში თვითონ, იმიტომ რომ კრიტიკოსებიც ბევრი ყავდა შემდგომში ალასკას შეძენას, მაგრამ თვითონ ეს მოვლენა ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკა-რუსეთის შორის ხდება, იმიტომ რომ რუსეთი ამ დროისთვის ფლობს ალასკას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვერ ავითარებს ამ მხარეს. ანუ კი ფორმალურად რუკაზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია, მაგრამ ძალიან შორს არის, ასე ვთქვათ, იმპერიის ცენტრისგან, შესაბამისად ძალიან მოწყვლადიც არის და მიაჩნდა კიდევაც იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომ ალასკას ბრიტანელები ალბათ თუ თქვათ აი ყირიმის ომის ფარგლებში გულისხმობ ბრიტანელები ადვილად მიწუდებოდნენ რამე იმიტომ რომ კანადასთან იქვე არის და შესაბამისად შეიძლება პრობლემური ყოფილიყო რუსეთისთვის პირიქით მისი ფლობა ასე რომ მას ჭკუაში დაუჯდა ამ ტერიტორიის გასხვისება ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომელიც მაშინ რა თქმა უნდა რუსეთისთვის არ განიხილებოდა უშუალოდ არც მეტოქეთ და არც ტრაათ და არანაირად არ იყო ასე ვთქვათ იმ ევროპული ძალთა ბალანსის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც რუსეთი თავის დროზე ევროპის ჟანდარმის როლს ასრულებდა. ასე რომ ძალიან საინტერესო მოვლენაა პირველად რუსეთსა და ამერიკას შორის რა თქმა უნდა ეს პირველი გადაკვეთა არ არის, მაგრამ ასეთი მასშტაბის როგორც იყო რა თქმა უნდა ალასკას გაყიდვა, ალბათ აქამდე ესეთი შეხება არ ქონიათ მათ. თუმცა რუსეთს როგორც მახსოვს ჰქონდა რამდენიმე ჩარევა, თუნდაც იგივე ბრიტანეთი ამერიკის ომის დროს 1712 წლის ომის დროს როგორც მახსოვს იმპერატორმა ალექსანდრემაც შეასრულა გარკვეული როლი იმაში რომ ბრიტანელებს გარკვეულწილად მოუწოდა რომ აღარ გაეგზელებინათ ეს დაპირისპირება და ეს ომი. ალბათ რაღაც დონეზე შეიძლება ითქვას რომ ამერიკელებს უფრო კეთილი თვალით უყურებდნენ მაშინ რუსები. ნუ რა თქმა უნდა შედარებისთვის რაც ბრძანე აი იგივე ბრიტანეთს რომ არ მოეხერხებინა მისი წართმევა ხო განსაკუთრებით ყირიმის ომის მერე როდესაც გამოიკვეთნენ რუსეთი და ბრიტანეთი როგორც მოწინააღმდეგე მხარეები ნუ რუსეთი ხა როგორც ბრიტანეთი ცდილობს რომ მოწინააღმდეგე ძალიან არ გაძლიერდეს ამ დროისთვის ხომ ამდენად ნუ ბრიტანეთის გაძლიერება ჩაითვლებოდა ალასკის გადაცემა ხო რის გამოც მოხდა პრინციპში ის რომ სხვა შორის კიდევ ერთი მომენტია მანდ სხვათა შორისა ეს დოკუმენტურად როგორც გავცნობი ვარ რუსეთის იმპერატორს და ზოგადად რუსებს ამერიკელების ეშინიათ მაგ მიმართულებით იმიტომ რომ მათ ნახეს ეს ამერიკა-მექსიკის ომი და მიიჩნევენ რომ ეს იანკები მე მგონი ისედაც მიადგებიან ამ ალასკას და ჯობია ჩვენ მივყიდოთ და ასე ვთქვათ ამით რაღაც გარკვეულ შემოსავალს მაინც მივიღებთო რა ამდენად ნუ რეალურად ხო თან წარმოიდგინე ყირიმის ომის დროს ამხელა ზარალი ნახა რუსეთმა ხო ყოჭირდება ახლა გარკვეული ანაზღაურება ამ ყველაფერს კი ბატონო ამდენად აი მექსიკელებზე ცოტა უფრო რაციონალურად შეხედეს მათ ამ ვითარებას და მაგ დროისთვის ახლა ნუ რაციონალური არ გამოდის საბოლოო ჯამში ახლა დღევანდელი ალასკას რესურსებს რო უყურებთ ხო მაგრამ ნუ გადაწყვიტეს რომ ომის გარეშე და დაპირისპირებების გარეშე იმიტომ რომ ხა ალასკაზე ვთქვათ ამერიკელები რომ შესულიყვნენ იქ სამხედრო ძალით და ეს ინტერესი გამოევლინათ
აი რა ვიცი ხა რუსეთი როგორ შეძლებდა რომ რაოდენობის ჯარს გადაიყვანდა მაგალითად ამ კონტინენტზე ხო ეს ძალიან სათუო მომენტია ამდენად მათ უბრალოდ მიყიდეს მოიშორეს თავიანთი აზრით ბრიტანელების გაძლიერებასაც პრევენცია გაუკეთეს და თან გარკვეული შემოსავლების მიიღეს ნუ იმ გადმოსახედიდან არ ჩანდა ცუდი გადაწყვეტილება თუმცა საბოლოო ჯამში დღეს ახლა უკვე თავში ხელს იშენებს სხვათა შორის ახლა აი ამ ამერიკამ მის შემდეგაც გრენლანდიაზე დაიწყო საუბარი რუსეთის დუმაში გაჟღერდა რომ მოდი მაშინ ჩვენ ალასკა დავგიბრუნონო ამერიკელებმა ხო ეს არის რაღაც წუწუნის გამოვლინება იმისთან დაკავშირებით რომ არქტიკის კონტროლისთვის ძალიან არ სიამოვნებთ რუსებს რომ გრენლანდია შეიძლება ამერიკელებმა მიიღონ და გახადონ როგორც თავიანთი ერთ-ერთი ნუ უფრო მგონია რომ მაინც ტერიტორია იქნება და არა შტატი რა აქედან გამომდინარე დღეს მდგომარეობით ამ ალასკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით ეხა მაშინ როდესაც აი ეს ოქროს საბადოები იქნა აღმოჩნდა შორის კალიფორნიაზე გამოვჩა ეს ოქროს საბადოების მომენტი ეს gold rush-ის თემა რაც ლამის იგივე იყო ალასკაზე აი ჩარლი ჩაპლინის ფილმი რომ gold rush-ი ნუ პრინციპში აქედან მოდის ზუსტად როცა ალასკაზე აღმოჩნდება დიდი რაოდენობით ოქროს მარაგები ოქროს ციებ-ცხელება ხო დიახ ოქროს ციებ-ცხელება ამდენად მოკლედ ამერიკის ექსპანსია პრინციპში რა ვიცი დასრულებული სახით არის უკვე ლამის როგორც ასეთი კონტინენტს თუ შევეხებით და მე უკვე იწყება ეს ესპანეთ-ამერიკის ომი რა დროსაც ამერიკა პირველად გადის კონტინენტიდან და უკვე საუბრობს რომ აი კუბაში ჩაგრება და ირღვევა ადამიანის უფლებები და ის რა ქვია ესპანეთის იმპერიის მიერ და კუბელი ხალხი უნდა გავათავისუფლოთ ეს მომენტებია მალევე ხდება თქვათ აი პუერტო-რიკოს მომენტის როგორც ასეთი მიერთება შეერთებულ შტატებთან როგორც ტერიტორია თავდაპირველად 1900 წლის დასაწყისშივე და ნუ ფილიპინებზე ასევე ჰქონდათ დაპირისპირება მას ესპანეთის იმპერიასთან ხო ეხლა ესპანეთი უკვე კუბა გახდა ბოლო ტერიტორია რომელიც იყო ესპანელების მიერ კონტროლებადი ამერიკის კონტინენტზე და მათთვის იყო სერიოზული ტკივილი რომ საბოლოო ჯამში ემშვიდობებიან ამდენი საუკუნოვან კონტროლს ამერიკაზე და შეერთებული შტატები საბოლოო ჯამში აგდებს ესპანეთს კუბადან და იწყებს კონტროლს მასზე ნუ რა თქმა უნდა კუბა დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება რომელშიც დიდი გავლენები აქვს ამერიკას და მე ეს იცვლება 30-იან წლებში ეს სხვა ამბავია ახლა მაგრამ პუერტო-რიკოს რაც შეეხება პუერტო-რიკო ხდება მისი ესე იგი შეერთებული შტატების ტერიტორია ახლა ტერიტორიას და შტატს შორის რა განსხვავებაა ეს მცირედი სამართლებრივი ფორმა არის განსხვავება ტერიტორიის მოქალაქეებს ჩვეულებრივად ამერიკის მოქალაქეები არიან ნებისმიერი იმართულებით იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხი, მაგრამ მათ არ აქვთ ამერიკის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. და რაც შეეხება აი პოლიტიკურ უფლებებს, ისინი გზავნიან დელეგატებს პრაიმერებზე არჩევნების პერიოდში და კონგრესში წარმომადგენლებს, არა კონგრესმენებს როგორც ასეთი, არამედ როგორც ასეთი აი პუერტო-რიკოს წარმომადგენლებს იგზავნება ესეთი მივლენილი არის მოკლედ ესეთი კატეგორიის ბიუროკრატები პუერტო-რიკოდან. როგორც შტატის გამოხატულება და შტატის უფლება შეიძლება ისე დავუხოთ სტატუსი, მათ პირდაპირ არ გააჩნიათ. თუმცა ხა პუერტო-რიკო მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან, ხო კარიბის ზღვაში მდებარეობს. სერიოზულ გავლენას ახდენს, გამოლის მოხდენა შეუძლია მთლიანად ამ სამხედრო სავაჭრო მიმართულებების კონტროლზე. და ამიტომ მას აიღეს ეს ამერიკელებმა ხტყოდ და არ ყოფილა ეს მომენტი და ჩემი აზრით აი კარიბის ზღვას რაც შეეხება ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ აი პანამის არხთან დაკავშირებით ისეთი საინტერესო ისტორიული მოვლენაა პანამის არხის გახსნა მოგხსენება რომ თავიდან ფრანგებმა სცადეს პანამის არხის გახსნა ნუ ზოგადად პანამის არხი გაიყვანათ მაგრამ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს რის გამოც დაინტერესდნენ ამით ამერიკელები. მოხდა ისე, რომ კოლუმბიას და ამერიკას შორის დაიდო შეთანხმება
რომ კონკრეტულად ეს არხი უნდა გადაეცათ ესე იგი ტერიტორია უნდა გადაეცათ ამერიკელებისთვის. ჩვეულებრივი ხელშეკრულება დაიდო, ამერიკა იხდიდა კონკრეტულ თანხას და კოლუმბია აძლევდა შესაძლებლობას შეერთებულ შტატებს, რომ აი მათ შორის თქვა სამხედრო წარმომადგენლობითაც კი ეკონტროლებინა ეს პანამის არხთან სიახლოვე ტერიტორიებისა. თუმცა ჩვენ მოგვეხსენება, რომ პანამა დღევანდელი სახელმწიფო ეს ადგილიც იყო კოლუმბიის შემადგენლობაში მაგ დროს. თუმცა იმის გამო, რომ კოლუმბიამ უცბად ესე გადაწყვიტა, რომ ეს ხელშეკრულება აღარ ვარგა და არ უნდა შესრულდეს და ამერიკა არ უნდა იყოს ამ პანამის არხის ფლობელი, გადაწყვიტეს, რომ მოკლედ აღარ ასრულებენ ამ ხელშეკრულებას, პანამის არხის პროექტი უნდა გაჩერებული იყო მათი აზრით. ნუ ეხა რუზველტს ესეთი სახის ურთიერთობები არ მოსწონდა, მაინც ეხლა ეს ბრიტანული მემკვიდრეობა არის ეს შეერთებულ შტატებში, ეს კანონის უზენაესობის მემკვიდრეობა და ხელშეკრულების უზენაესობის მომენტი, როცა დაიდო ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, ხო? რის გამოც ამაზე წაედა აღშფოთდა ტედი რუზველტი, მან დააფინანსა პანამაში ამ ტერიტორიაზე კოლუმბიის მიმართ ოპოზიციური მოძრაობა და მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი როგორც ასეთი პანამის სახელმწიფოს შექმნას. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გამოყენებითაც. ნუ საბოლოო ჯამში ეს ტერიტორია ჩამოეჭრა კოლუმბიას და დღეს არის როგორც პანამის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეხლა პანამის არხზე ალბათ ცოტა მოგვიანებით გავაგზავნებთ საუბარს, მაგრამ პანამის როგორც ასეთი ნიშნულობაც გასაგებია, ხო? ეს ძალიან გამოკლებული გზა იმისგან, რომ სამხრეთ ამერიკის შემოვლის ნაცვლად პანამაზე გაევლიან გემები და იქნება ეს სავაჭრო თუ ეხლა თქვა თან წარმოვიდგინეთ, ეხლა ამერიკა ხდება უდიდესი საზღვაო ფლოტის მქონე ქვეყანა, ხო? ამ დროს ეს თეთრი ფლოტი შემოვლის სოფლიოს და ტედი რუზველტი ახდენს ამერიკული ფლოტის დემონსტრირებას რა. მთელი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის რიგით მეხუთე ფლოტი იყო უკვე რუზველტის დროს ამერიკის ფლოტი მსოფლიოში და ამ ფლოტს რა უნდა? ამ ფლოტს ჭირდება, რომ თქვა ფლორიდის ან ნიუ-იორკის პორტებიდან გადავიდეს დროზე კალიფორნიის პორტებში და არ მოუვაროს რაღაცა რა ქვია, დღეების განმავლობაში. ხო, ეს არის თავარი ამოცანა პანამის არხის შეერთებული შტატებისთვის და როცა ამაში ხელი შეუშალეს კოლუმბიელებმა, ესეთი შედეგი დადგა. ნუ მე მგონი პანამას დღევანდელმა ხელმძღვანელობამ უნდა ჩახედოს ისტორიის წიგნს ამ მიმართულებით და ცოტა ნაკლებად სიხისტე გამოავლინოს ამ პანამის არხთან დაკავშირებით. ნამდვილ შემთხვევაში არ მგონია, რომ მაინც და მაინც ნუ არ ვიცი ახლა არა მაქვს საუბარი ჯარის შეყვანაზე დღეს მაინც სხვა დროა. მაგრამ ეკონომიკურ ბერკეტებს რაც შეეხება, მე მგონი ყველა შემთხვევაში გამოიყენებენ ამერიკელები თუ ეს ეხლაც რა ხდება, ხო? ეხლაც საუბარია იმაზე, რომ ხელშეკრულება დაიდო პანამას და შეერთებულ შტატებს შორის ჯიმი კარტერის პერიოდში მოხდა, როდესაც პანამა გახდა ამ არხის ფლობელი, მაგრამ დღეს მდგომარეობით ამერიკელები ამბობენ, რომ ჩვენი ინფორმაციით რეალურად აი პანამის არხის ოპერირება დიდწილად ხდება ჩინელების მიერ. ხო და ესეც გამოდის, ხო, ხელშეკრულების დარღვევა რეალურად რო ვთქვათ ეხლა თუ მაინც და მაინც ხელშეკრულების საკითხებზე გვაქვს საუბარი, თუ პანამას გადასცა ამერიკამ იმის გამო, რომ პანამას უნდა გაეკონტროლებინა და ძირითადად ჩინელები აკონტროლებენ, ესეც დარღვევა გამოდის, ხო? აქედან გამომდინარე, ნუ აქ ცოტა ისეთი მომენტი შემოდის ეხლა სამართალსო ძლიერები წყვეტენ, ის მომენტი შემოდის სალსახად, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად იმდენად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ეხლა ამ პანამის არხს, ხო, შეერთებული შტატებისთვის, რომ არ გონია რომ მაინც და მაინც მოვერიდონ. ნიკა, თუ რაიმეს დაამატებ და მე კიდევ ერთი რამეს მინდა ხაზი გაუსვა უახლოეს. ისე ხო, ამ პანამის არხთან დაკავშირებით უნდა ითქვას ალბათ, რომ მთლიანად ეს პროექტი და ისევე როგორც სუეცის არხისა, ხო, ორივე არის ფრანგული პროექტები თავის დროზე. იყო ესეთი ფრანგი
ფრანგი დიპლომატი, რომელმაც განავითარა თეორია, რომ ორივე ეს გაკეთებული იყო აუცილებლად. ეს არხები, როგორც პანამისა, ისე ამ შემთხვევაში სუეცისა. სუეცის არხის გაკეთება მან მოასწრო, გააკეთა ფერდინანდ დე ლესეპზე მაქვს საუბარი. და სუეცის არხი გააკეთეს და ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მან ფაქტობრივად დააკავშირა ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვა და ინდოეთის ოკეანე და მეორე უნდა ყოფილიყო ასეთი პანამის არხი, რომელიც ძალიან შეამოკლებდა გზას წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე, ხო, პირდაპირ გაივლიდნენ ხომალდები და ესეც ფრანგული პროექტი იყო, სწორედ აი ამ იგივე ადამიანისა, ფერდინანდ დე ლესეპსის და ვერ მოახერხა მაშინ საფრანგეთმა ამის განხორციელება, თუმცა მოახერხა სუეცის გაკეთება და რა თქმა უნდა მე ამერიკელებმა იტვირთეს პანამის არხის გაკეთება, ასე რომ ბუნებრივია მათი თანამედროვე დაინტერესებაც და ისედაც ზოგადად ამერიკა თუნდაც იგივე მონროს დოქტრინითაც რო ვიმსჯელოთ, ხო? ამერიკაში როგორც ჩრდილოეთის ისე სამხრეთში ზოგადად გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა ჟანდარმის როლსაც ასრულებდა ყოველთვის, ასე რომ იქ რაც ხდება, თუ მის საწინააღმდეგოდ იქნება რამე მიმართული, აუცილებლად იქნება ალბათ ამერიკისგან აქ ინტერესების გამოვლენა და ჩარევა იმ დონეზე, რა დონეზეც ეს თვითონ სახელმწიფოს დაჭირდება თვალსაზრისით, ასე რომ ალბათ ეს სავსებით კანონზომიერი არის, რაც ამ შემთხვევაში ხდება. ხოლო რაც შეეხება იგივე ამერიკა-ესპანეთის ომს თავის დროზე და პუერტო-რიკოს ფილიპინების ესპანეთისთვის წართმევას, ანუ ეს ესპანეთი პრინციპში ამ პერიოდის განმავლობაში და ზოგადად მე-18 საუკუნიდან მოყოლებული არის, როგორ ვთქვათ, რეგრესს განიცდის სრულს, მისი კოლონიური იმპერია ინგრევა, შიგნით აქვს ხშირად სამოქალაქო ომები, გადატრიალებები და პრინციპში ესპანეთს აღარ ძალუძს არანაირი წინააღმდეგობის გაწევა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, რომელიც უკვე მე-19 საუკუნის დასასრულს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჩვეულებრივ ისეთივე დიდი ძალა, ისეთივე დიდი სახელმწიფო, როგორიც არის თუნდაც იგივე რუსეთი, როგორიც არის მაგალითად გერმანიის იმპერია, როგორიც არის საფრანგეთი, ბრიტანეთი და ასე შემდეგ. ასე რომ მასთან ესპანეთს ვერანაირი მეტოქეობის გაწევა აღარ შეუძლია ამ დროისათვის და ძალიან ბუნებრივია ის, რომ ამერიკამ განავრცო თავისი ტერიტორიები აქ. უბრალოდ მაგ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მონროს დოქტრინის გარდა, რომელიც პრინციპში ითვალისწინებს ამერიკას, ზოგადად ამერიკის კონტინენტებზე მათ ინტერესებს, მის შემოგარენი და თუნდაც ატლანტიკის ოკეანე და წყნარ ოკეანეში ამერიკას აქვს ძალიან ბევრი ინტერესი. თუნდაც ის, რომ შემდგომ პერიოდში იაპონიასთანაც ეს წყნარი ოკეანის აუზში ძალიან დიდი დაპირისპირება მიმდინარეობს და იქ ამერიკელებს მთელი კუნძულები აქვს დაკავებული, ბუნებრივია ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკას აინტერესებს ეს მხარე, თუნდაც იმიტომ, რომ მან თავისი ინტერესები დაიცვას, მერე უშუალოდ სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას უშუალოდ ამერიკაში. ანუ ეს ყველაფერი გარკვეულ ბუფერულ სივრცესაც უქმნის მას, ხო? გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეს სავაჭრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური და ზოგადად კულტურული გავლენისთვის მას რა თქმა უნდა სჭირდება ეს ზონა. ასე რომ ბუნებრივია სავსებით ეს ექსპანსია, რაც განხორციელდა აი ამ პერიოდში და განსხვავებით თუნდაც იგივე ევროპული თეატრისგან ეს ძალიან სხვა ვითარება არის აქ. თუნდაც ის რომ ხა ევროპაში თითოეული ნაბიჯის გადადგმა, სადაც მთლიანად ათვისებულია ეს ტერიტორიები, იქ სახელმწიფოებია, ერი სახელმწიფოებია ჩამოყალიბებული, განსხვავებით ამისგან ამერიკას უხდება ყოფილ კოლონიებთან ან კოლონიებთან, ასე ვთქვათ, შეხება და შესაბამისად გაცილებით მოწყვლადი არის ეს რეგიონები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაცილებით შორს არიან კიდევ იქიდან. იგივე ხა ესპანეთისთვის ამდენად ძნელი იყო ამერიკასთან ომი, ან თუნდაც თავის დროზე, როცა ნაპოლეონ მესამე მოაწყო მექსიკის ექსპედიცია, ხო? მაშინ ფაქტობრივად ფრანგები, რომლებმაც თავიდან თითქოს რაღაც წარმატებას მიაღწიეს და შემდგომში ძალიან გაუჭირდათ ლოგისტიკურად, თუნდაც ამის გაკეთება, ამერიკაც უკვე ემზადებოდა იმისთვის შემდგომში, რომ თუნდაც როსაჭირო გამხდარიყო ფრანგების წინააღმდეგ, ისიც იმოქმედებდა და აიძულეს კიდევაც ფაქტობრივად ფრანგები, რომ დაეტოვებინათ მაშინ მექსიკა, იმიტომ რომ ეს იყო გარკვეულწილად ჩარევაც, ხო? იგივე მონროს დოქტრინის გარკვეულ დონეზე დარღვევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ასე რომ ამერიკა ორივე ამერიკის კონტინენტზე არის აბსოლუტურად უპირატესი ძალა ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოსთან შედარებით და დღეს უკვე როცა მრავალპოლარული მსოფლიოა, ხო, აღარ არის აქ მარტო ერთი სახელმწიფოზე აგებული ყველაფერი, აზიური სახელმწიფოებიც არიან ჩართულები, ჩინეთი არის ერთ-ერთი თანამედროვე სახელმწიფოს კანდიდატი ასევე. გასაკვირი არ არის, რომ თავის ინტერესებს იცავს ამ შემთხვევაში მათგანაც, არა მარტო ყოფილი ევროპული ძალებისაგან, რომლებიც თავის დროზე აქ ფეხი ჰქონდათ მოკიდებული იმაში, ხო, რა ქვია, ამერიკის კონტინენტზე. ხო, რაც შეეხება, შენ ალბათ
ალბათ უნდა აპირებ რომ ისაუბროთ იმაზე, რაც უკვე დღეს გვაქვს შეხება და არის საუბარი. ეს არის, თქმა უნდა, კანადისა და გრენლანდიის საკითხი, რომელიც ამოტივტივდა რაღაცნაირად და რა თქმა უნდა, ჰავაის ხსენება შეიძლება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჰავაი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ტერიტორიაა ერთი ხედვით, ხო, ძალიან მნიშვნელოვანიც არის ამავე დროს ამერიკისთვის და ძალიან პოპულარულიც არის ამავე დროს. აი, რას იტყოდი ჰავაის საკითხზე, როგორ შეიძინა ამერიკამ და როგორ გადაიქცა ეს შტატად და მე რა თქმა უნდა, უშუალოდ კანადა გრენლანდიის იმ საკითხს შევეხო, თუ რატომ მოხდება დღეს ამ თემით აპელირება. დიახ ნიკა, სანამ გადავალ ჰავაიზე ძალიან საინტერესო წამოჭერი აი ამ პანამის არხის მიმართება აი მონოს დოქტრინასთან დაკავშირებით და ბუფერის გაკეთებასთან დაკავშირებით, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია, იმიტომ რომ რეალურად ახლა დღეს რაზეც მიდის საუბარი, ხო? იგივეა ეს პანამის არხის კონტროლის საკითხი. სხვათა შორის, როდესაც რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს არჩევნებში აი გასული წლის ნოემბერში, მალევე რესპუბლიკური, ესე იგი, უფრო მეტად რესპუბლიკელების მიმართ აქვს სიმპათიები მაგ ორგანიზაციებმა, think tank-ებმა, ესე რომ ვთქვათ, დადეს გარკვეული პროგნოზები და მოდით ვთქვათ მოთხოვნებით, ეს მათი ეს არის ხოლმე რა, ხედვები რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკამ უნდა დააბრუნოს აბსოლუტური ლიდერობა ამერიკის კონტინენტზე და მათ მოყვანილი ქონდათ ჯორჯ შულცის ფრაზები, რომ საგარეო პოლიტიკა იწყება უახლოეს სამეზობლოში, მაგალითად ეს მომენტი და ის რომ გავიხსენოთ, რომ აი კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა ეს ქვეყნები, რომლებიც ესე იგი კონტინენტზე არსებობენ და უახლოეს სამეზობლოს წარმოადგენენ, ჯერ კიდევ მათ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, ხო? ეხლა აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ არ უნდა დაგვიკვირდეს აი ეს თანამედროვე მიდგომები, იგივე ის ვენესუელას მადუროს მიმართ, რომ 20-დან 100 მილიონამდე პრიზი დააწესეს იმისათვის თუ ვინც გადასცემს, ხო? მადუროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, არ არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ იგეგმება როგორც ჩანს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში, რომ ვენესუელაში აუცილებლად უნდა მოშორდნენ ეს ანტიამერიკული შეხედულების მქონე მთავრობები, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს დესტაბილიზაციას უკეთებს ამერიკის კონტინენტს და ნუ თავისთავად ცხადია ვენესუელა არის ნავთობის ყველაზე სერიოზული დიდი რესურსების მქონე ქვეყანა და ამ რესურსების მტრული სახელმწიფოების ხელში დარჩენა არის ეროვნული უშიშროების ამოცანა შეერთებული შტატებისთვის. ეს ეხება პანამის არხსაც, როდესაც პანამა ეწევა იმ საქმიანობას, რაც ჩვენ თქვით, ამ არხიდან გამომდინარე, მაგრამ მისი აკვეთა ჯერჯერობით ვერ ხდება. და აი რაც შეეხება აი ბუფერს, ხო? ეს ხომ იმის მცდელობაა, რომ რაც შეიძლება შორს მოხდეს აი ამ მტრების დაყენება რა. ახლა ალასკა რო იყიდეს ამერიკელებმა, თქვათ აი ეს ალასკა რო რუსების იყოს დღემდე, ეს სერიოზული უშიშროების ამოცანა იქნება, იმიტომ რომ ფაქტობრივად კანადას ესაზღვრება ალასკა და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნებოდა ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებისთვის, ხო? რის გამოც აი მტრული სახელმწიფოების რაც შეიძლება მოშორებით დატოვება, რაც შეიძლება განრიდება და შორს დატოვება წარმოადგენს პირდაპირ ამერიკის უშიშროების ამოცანას, ხო? ეხლა თუ მაშინ როდესაც საუბარი იყო აი ამერიკა როცა ჯერ კიდევ ახალი დემოკრატია იყო და დამოკიდებულება ახალი გამოცხადებული ჰქონდა, მაშინ ამერიკისთვის მთავარი წრები იყვნენ მოწინააღმდეგეები იყვნენ ეს ინგლისი და საფრანგეთი, ხო? ეს ევროპული ძალები, რომელიც არ უნდათ რომ ჩართულიყო ამ ამერიკის საქმეებში, მაგრამ დღეს ახლა ხო აღარ წარმოადგენენ ინგლისი და საფრანგეთი. დღეს არის უკვე ჩინეთი და რუსეთი და მაგიტომაც არის საუბარი პრინციპში აი ამ იქიდან რა ქვია, პანამი და ჩინეთის გაგდებაზე, გრენლანდიასთან დაკავშირებით, რუსეთის ინტერესებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ჰავაის რაც შეეხება, ჰავაისაც სწორედ მსგავსი კონტექსტი აქვს, რომ ჰავაი არის ესე იგი შუა წყნარ ოკეანეში კუნძული, რომელიც რომ დაეკავებინათ თქვათ იაპონელებს მაგ დროისთვის, ხო? არ იქნებოდა ესეთი მაინც და მაინც მომხიბვლელი ამერიკელებისთვის, იმიტომ რომ
ეს დაახლოვებდა იაპონელების წვდომას ამერიკის კონტინენტზე. ანუ მათ უშუალოდ, ანუ ამერიკას რა უნდა? ამერიკას ყოველს უნდოდა და ეს პირველ და მეორე მსოფლიო ომში გამოჩნდა, რომ საომარი თეატრი უშუალოდ ეს ომის ეპიცენტრი არ იყოს ამერიკის მიწაზე რა. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც ამის შედეგი კარგად გამოჩნდა, როდესაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების მერე იომმა ამერიკამაც, მაგრამ გამარჯვებული პრინციპში ყველაზე მეტად გამარჯვებული სწორედ შეერთებული შტატები გამოვიდა ორივე ომიდან. ნუ მე მგონი ესეა რა ყოველ შემთხვევაში და ამდენად ეს ჰავაი რომ თქვა იაპონელების ხელში ჩავარდნილიყო, იქნებოდა კიდევ ერთი სიახლოვე საკმაოდ ნუ იაპონიასთან შედარებით ჰავაი საკმაოდ ახლოს არის. შესაბამისად, ეს მისცემდა იაპონელებს საშუალებას, რომ თუ თქვა პერლ-ჰარბორზე გააკეთეს ესე იგი იერიში, გაეკეთებინათ, რა ვიცი, აი რა ქვია, ლოს-ანჯელესში ან სხვაგან, სან-ფრანცისკოში მაგალითად, ხო? ამდენად ამას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა და ჰავაი ჯერ სამართლებრივად იყო როგორც ასეთი ტერიტორია, როგორც უკვე აღნიშნე, ტერიტორიის სტატუსი ჰქონდა, იგი არ იყო როგორც შტატი, მაგრამ დღეს მდგომარეობით და დღეს მოცემულობით იგი 50-მე შტატია ამერიკის და ამის დამთავრდა ეს შტატების, ესე ვთქვათ, შტატების ჩამონათვალის მიღება საბოლოო ჯამში ჰავაის დამატებით. აი დღევანდელ მოცემულობას რაც შეეხება აი კანადის და გრენლანდიის მოცემულობას, პირდაპირ ვთქვა, მე ძალიან მეეჭვება კანადის ამერიკის ნაწილად განხილვა. აი არ ვიცი რა მხრივ შეიძლება რომ ეს წარმოვიდგინოთ. მე მიჭირს, იმიტომ რომ ამას ხო სამართლებრივი ფორმა ჭირდება ახლა. ეს ისე ხო არ არის, რომ კანადა მივიეთოთ და ვინ უნდა მართოს კანადა, რამდენი შტატი წარმოიქმნება კანადის მიერთების შედეგად. ერთი რომ არ წარმოიქმნება, ეს დანამდვილებით ვიტყვით ამას, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი შტატი უფრო დიდი იყოს ვიდრე დანარჩენი სახელმწიფო, ხო? თუ წარმოიქმნება 10 შტატი, როგორ იქნება ამ შტატების დაყოფა? ამას რატომ აქვს ისიც ძალიან დიდი მნიშვნელობა? აი Washington DC, როდესაც არ ხდება შეერთებული შტატების შტატი, როგორც ნაწილი და ინარჩუნებს District of Columbia-ს შემადგენლობას. ამას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ყავს და ბევრი იძახის, რომ ეს არის სახალხო სუვერენიტეტის დარღვევა და რატო? იმიტომ რომ DC-ში ხალხს არ ყავს არჩეული სენატის წევრები. ანუ DC-ში ხალხი ისე ცხოვრობს, რომ სენატის წარმომადგენლები არ აყავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩვეულებრივად ახლა წარმომადგენლობის დემოკრატიის უფლება ირღვევა რა რეალურად. მაგრამ ამას ხსნიან ერთის მხრივ როგორც founding ანუ დაფუძნებელი მამების დანატოვარს, აი ესეთ იდეას, რომ შტატი, რომ დედაქალაქი არ უნდა იყოს შტატი და მეორე რესპუბლიკელებს არ უნდათ რომ Washington DC იყოს როგორც ასეთი ახალი შტატი, მარტი მიზეზის გამო, რომ სენატში ისინი დაკარგავენ, შეიძლება დაკარგონ უმრავლესობა, რადგანაც Washington DC არის ყველა შემთხვევაში დემოკრატების ხარდამჭერი, 90-10-ზე არის ლამის შეფარდება რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ შეძლებენ რესპუბლიკელები იქ რომ სენატის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ და სენატორები შეიყვანონ ამ შტატიდან თავის სასარგებლოდ სენატში, ხო? ეს სერიოზული დისბალანსია, ეს იმას გავს რა, ეს მონობის საკითხი რომ იყო, ხო? ნახევარი მონათმფლობელი იყო და ნახევარი არამონათმფლობელი. და თუ გამოჩნდება რაღაც შტატი, რომელიც ცალსახად რესპუბლიკელების იქნება, შეიძლება მართლა მოხდეს რაღაცა კომპრომისი, ხო? მაგრამ ნუ ეხლა ეს და არ გვინდა, ხო? ამ რაღაც ფანტასტიკის იმაში გადასვლა. ამდენად იგივე პრობლემა წარმოიშობა კანადასთან მიმართებით. რა სახით უნდა მოხდეს? მეორე მხრივ კანადელებსაც უნდა კითხონ, ხო? კანადელებს ნამდვილად არ უნდათ რომ ამერიკის რაღაც ტერიტორია იყვნენ. ჩვეულებრივი სუვერენული სახელმწიფო არიან და რატო უნდა დაკარგონ იდეაში, ხო? გინდაც პოლიტიკური რეალიტეტი ავიღოთ და გინდაც ჩვეულებრივი მოქალაქეების გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, მაგრამ აი რაც შეეხება გრენლანდიას, თავიდან იყო რომ აი გრენლანდიის რა ქვია, ეს დანიის პრემიერ-მინისტრი და მეფე ამბობდა რომ გრენლანდია არ იყიდება და ბოლოს უკვე გახდა ესეთი რიტორიკა შეიცვალა და უკვე ამბობენ რომ გრენლანდიის ბედი უნდა გადაწყვიტოს გრენლანდიელმა ხალხმა.
რაც უკვე ერთგვარი უკან დახევა არის ცალსახად და მეუთებს იმას, რომ საერთოდ კანადას ბოდიში გრენლანდიას და დანიას შორის არც არის ისეთი დონის კავშირი, რომ გრენლანდიამ ვერ შეძლოს გამოყოფა. ანუ მათ შორის ხელშეკრულება ისეა დადებული, რომ გრენლანდიას დამოუკიდებლად შეუძლია გამოეყოს დანიას. ანუ ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა მას საჭირო არ არის. ამიტომ ის რაღაცა ნარატივები, რომ ამერიკაც რუსეთის ნაირი ექსპანსიონისტი ხდება და გრენლანდიას იერთებს, ეს ცოტა წარმოუდგენელი არგუმენტებია. არ ვიცი, ვინც იქნება და ამას იტყვის. მე მგონი ცოტა უფრო მეტად უნდა დააკვირდეს, იმიტომ რომ ეხლა რუსეთის და უკრაინის ომის შედარება და ეს ტერიტორიების მიტაცების შედარება, იგივე ჩვენი ტერიტორიების მიტაცების შედარება, როგორ შეიძლება გრენლანდიასთან, რომელსაც აქვს უფლება თუ მოუნდება გამოეყოს, ხო? დანიის სამეფოს და გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა და მერე უკვე თუ რა ურთიერთობებს დაამყარებს გრენლანდია და ამერიკა, ეს უკვე ამ ორზეა დამოკიდებული, ხო? და ეხლა იმას რა ქვია, ინტერვენციას და რაღაცა სამხედრო მომენტებს მე პირადად სრულიად გამოვიწყ, ხო, წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ ეხლა ამერიკამ ჯარი შეიყვანოს გრენლანდიაში, ხო? თავისთავად ცხადია დააინტერესებენ ამერიკელები გრენლანდიას, როგორც რესურსების მოპოვებაში, დახმარებაში, ისევე უსაფრთხოების გარანტიებში, კეთილდღეობის გარანტიებში, სხვა შორის გრენლანდიაში იმის გამო, რომ გარკვეული ინვესტიციები ჭირს, როგორც ჩანს, რაღაც უძრავი ქონების ღირებულების ძალიან მაღალ ღირებულებაზეა საუბარი და ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც წვლილი შეიტანონ ამერიკელებმა. აქედან გამომდინარე, ეს მომენტი სრულიად შესაძლებელია მოხდეს ყველანაირი რაღაცა სამხედრო ჩარევის გარეშე, რაც საერთოდ არაფერს შეაჭირდება შეერთებულ შტატებს და კიდევ ვიმეორებ, გრენლანდიის შედარება რუსეთ-უკრაინასთან და იგივე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც ეწევა მეზობელი ქვეყნების ან სხვა ქვეყნების ტერიტორიების უფლების შენახვას, ეს პარალელი არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გავავლოთ, რადგან არც სამართლებრივად და არც როგორც ასეთი პოლიტიკურ შეფასებების თვალსაზრისით ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის სწორი. გეთახმები, საერთოდ ეს ისეთი საკითხია, რომ ჩვენი პოდკასტის იმას ცოტა ცდება კიდეც რა, შინაარს, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ხოლმე ისტორიულ საფუძვლებზე, მაგრამ რახან ეს საკითხი დადგა დღეს და ვინაიდან ისტორიკოსისთვისაც ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად, ეს თუნდაც ტერიტორიული პრეტენზიები სხვა ქვეყნისა და მისი საფუძვლები, უნებრივია ჩვენთანაც ალბათ საჭირო იყო ამ თემაზე რამდენიმე სიტყვით მაინც აღნიშნა. ფიქრობ, რომ თლიანობაში ჩვენ ზოგადი მიმოხილვა გავაკეთეთ ამ ყველაფრისა. შეიძლება ალბათ მე ცალკეულ საკითხებზე დამოუკიდებლად გამახვილება ყურადღებისა, თუნდაც ცალკეულ აქტორებზე ამ მოვლენებში, მათ შორის ახლა მაგალითად ამერიკა-მექსიკის ომი ძალიან საინტერესო მოვლენა არის და ზოგადად ტეხასის დამოუკიდებლობა ცალკე, ისევე როგორც ფლორიდის საკითხი და ეგ სემინოლებისა და ასე შემდეგ ინდიელებისა, ასევე მე საინტერესოდ მივიჩნევდი და ჩავიწერდი სიამოვნებით ინდიელების საკითხზე, აი როგორ ხდება ინდიელების გადასახლება რეზერვაციებში, რა ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, რა წინააღმდეგობა გაუწიეს და რა მდგომარეობამდე მივიდნენ დროთა განმავლობაში ისინი და როგორ არიან ინტეგრირებულები თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებაში უკვე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზეც მოვახერხებ მომავალში ეპიზოდების გაკეთებას. ზოგადად მივესალმები ძალიან, რომ ამერიკის თემაზე უფრო მეტი ეპიზოდი ჩავიწეროთ, იმიტომ რომ ცოტა შესავსები არის ეს საკითხები და იმედი მაქვს, რომ კიდევ გვეწვევი მზარე პოდკასტში და ზოგიერთ თემას კიდევ მიმოვიხილავთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური არის ზოგადად ამერიკის თემა დღესაც და შესაბამისად საჭირო იქნება ამ ყველაფრის წარმოდგენა მწარე პოდკასტშიც. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო განხილვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მსმენელი ბევრ საინტერესო სიახლეს მოისმენს ამ ეპიზოდიდან. მსმენელებს მოუწოდებ, რომ გამოიწერონ არხი, მოიწონონ და ვისაც სურვილი აქვს, გამოგვიწერონ ასევე Patreon-ზე, რომელიც მითითებული არის ხოლმე პოდკასტის ქვემოთ. და მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ. აბა კარგად იყავით. ნახვამდის.